მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. ჩემი სტუმარია ფლორისტი ლანდშაფტის დიზაინერი ქეთევან ჯანხოთელი და რაც შეეხება საუბრის თემას, ძალიან საინტერესო ქვეყნების და ქალაქების სიმბოლოებად ქცეული მცენარეები. მოგესალმებით, ქეთი, მადლობა რომ გვეწვიეთ და მართლაც თემა ძალიან საინტერესოა. იქიდან გამომდინარე რომ თუნდაც ყველა ქვეყანას, ქალაქს თავისი სიმბოლოდ ქცეული ყვავილი და უпростоრად მცენარე აქვს, ხო? და საინტერესოა ზოგადად ეს ისტორია საიდან იწყება, მაგრამ ამ მცენარეების სიმბოლოებად ქცევის ისტორია, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდით დავიწყოთ ჩვენი ქვეყნით, ხო? ესე ოფიციალურად საქართველოს მცენარის სახით ხო სიმბოლო არ აქვს. თუმცაღა ვაზის ქვეყანა ვართ, ხო? კი, ჩვენ ვართ მოგესალმებით დილამშვიდობის. მართლა ძალიან მრავალფეროვანი თემა გვაქვს და საქართველოს შემთხვევაში პირველი რაც შეიძლება საქართველოზე გაგახსენდეს, ეს არის ვაზი და ხორბალი, იმიტომ რომ ხუთი ენდემური ჯიშის ხორბლის დედა ქვეყანა ვართ, ჩვენგან წავიდა მთელ მსოფლიოში ხორბალი და ვაზი, ოფიციალურად ვართ ვაზის სამშობლო. და რელიგიურადაც და ბიბლიური თემიდან გამომდინარეც ვაზთან ვართ ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულები. ზოგადად მცენარეები ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, თითქოს რომ ძალიან ჩაყვეს სიღრმეებში, თითქოს 60-ეული ქვეცნობიერი მეხსიერება გვაქვს იმისი, რომ მცენარის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და თუ ესთეტიური, თუ წმინდა ესეთი მერკანტილური დამოკიდებულებით რომ უნდა ვისარგებლოთ მცენარეების ნაყოფით თუ სხვა პროდუქტებით, აი ესეთი მჭიდრო კავშირი გვაქვს. თუმცა ზოგიერთი მცენარე თავისი ვიზუალით, თავისი რაღაცა სილამაზით განსაკუთრებულად ხვდება თვალში ადამიანს. სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქებში არის რაღაცა ერთი გამორჩეული მცენარე, რომელიც იმ ქვეყნის მოსახლეობას და ამ ქვეყნის სტუმრებს განსაკუთრებულად ამახსოვრდება. რა თქმა უნდა, საქართველოს შემთხვევაში ვთქვით ვაზი და ხორბალი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში გვაქვს კიდევ ქალაქები, აი წინა კვირაში გვირილობა იყო ქუთაისში, განსაკუთრებული ამაზე გვქონდა ჩვენ გადაცემაში თქვენთან ვიყავი სტუმრად, ამაზე ძალიან კარგი თემა და ვისაუბრეთ უკვე, კიდევ გვაქვს თელავში ჭადარი, რომელიც საუკუნოვანი არის და ძალიან დიდი გარშემოწერილობა აქვს და ამ ქალაქის სიმბოლოდ არის ქცეული. ასევეა, რა თქმა უნდა, საქართველოს გარდა გარშემო სხვა ქვეყნებშიც, ჩვენს სამეზობლოში უფრო ფართო წრეში უფრო ფართო სარბიელზე და მოდი რომ მივყვეთ, მოდი ჯობია ისტორიით დავიწყოთ. პირველი ცნობები მცენარეების, აი უძველესი მცენარეების შესახებ ეს არის ეგვიპტის ფრესკებში და რელიეფებზე, ხორელიეფებზე გამოსახული მცენარეები და რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველი, რაც გაგვახსენდება, ეს არის ლოტოსი და პაპირუსი. ეგვიპტის შემთხვევაში მოკლედ არის პაპირუსი, როგორც ეკონომიკური ქვეყნის ეკონომიკურად გამაძლიერებელი მცენარე, იმიტომ რომ პაპირუსის გამოყენებით ქმნიდნენ ფურცლებს, პირველ ფურცლებს, ქაღალდს და მასზე ხდებოდა შემდეგ ამ ყველაფრის დამწერლობა, ნახატები, დიახ, შემდეგ მეორადი გამოყენებაც ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი მასალა იყო და მეორად გამოყენებაში გადაშლიდნენ, წაშლიდნენ და თავიდან დაწერდნენ, ძალიან ძვირფასი იყო. ასევე მეორე ლოტოსი ითვლებოდა ნაყოფიერების, ზოგადად ეგვიპტეს ჰქონდა ხო ეს ნილოსის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, წყალი როგორც მაცოცხლებელი ელემენტი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მოსავლის მიღებაში, ხო ნილოსის ადიდებასთან იყო დაკავშირებული იქ მოსავლიანობის სეზონი. და შესაბამისად, აი ეს მცენარეც ლოტოსიც ამ შემთხვევაში წინა პლანზე მოდიოდა. ფრესკებზეა გამოხატული სხვათა შორის ძალიან ლამაზი პირველ თაიგულს დავარქმევდი მე. ფრესკებზეა გამოსახული, ესე იგი, ფარაონი ნეფერტიტის როგორ მიართმევს თაიგულს, ლოტოსის თაიგული. სამი ცალი ესეთი ლოტოსია გამოსახული და ეხნატონი თავის მეუღლეს ნეფერტიტის აი ამ მომენტში არის გამოსახული, რომ მიართმევს ამ თაიგულს. ეს არის პირველი თაიგული, ჩვენთვის ძალიან ლამაზი
ფრესკაა. და მოდი ცოტა აქეთ რო წამოვიდეთ ნახეთ დასავლეთში ჩვენ უფრო აქ ჩვენთან ახლო მხარეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მე-5 საუკუნეში უკვე გამოჩნდა საბერძნეთში ესეთი მცენარეა ნინო აკანტუს ესე ქვია აკანთო იგივე აკანტი რომლის ფოთლებიც ძალიან ლამაზად გამოიყურება კიდე დანაკვთული ფოთლები აქვს დაძარღული ღერო აქვს და საკმაოდ მოზრდილი ფოთლებია მრავალწლოვანი მცენარეა მარადმწვანეა ყვავილით არაჩვეულებრივი ლამაზი ღერო მელნისფერი იასამნისფერი თქვენი საყვარელი ფერის ყვავილით არის აი შუიდან ღერო არის ამოშვერილი და პატარ-პატარა ყვავილებით არის გარშემო ესე იგი გარშემორტყმული თუმცა აი არქიტექტურაში ბერძნულ არქიტექტურაში არის კოლონებზე შეგიმჩნევიათ ალბათ მოგზაურობისას ისეთ ილუსტრაციებში როდესაც კოლონებზე ზემოთ არის ლამაზად დაგვირგვინებული კაპიტელებიც გარშემო ესეთი რაღაცა რუშებივით არის გარშემო და რო დაუკვირდეთ ეს არის ამ აკანტუსის სხვადასხვა ვარიაციები ჩახვეული გვერდებით გრაგნილებიც არის გამოყენებული პატარ-პატარა ელემენტებია რომელიც საბერძნეთის კულტურას წარმოაჩენდა სინამდვილეში მაგრამ ნუ აი საბოლოო ჯამში არის ეს შემორჩენილია სიმბოლოთ არის და აი ძალიან ლამაზი სანახაობაა და აი ესეც კიდევ ჩვენი პირველი და როდესაც ზოგადად საუბრობთ ოფიციალურად ქვეყნის სიმბოლო მცენარეზე ნუ პირობა არის ის რომ გერბზე უნდა იყოს დატანილი ეს არის აუცილებელი პირობა თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მცენარე რომ გახდეს ქვეყნის ან ქვეყნის სიმბოლო. რამოდენიმე ძალიან საინტერესო კითხვაა, რამოდენიმე ფაქტორია იმისთვის, რომ მცენარე, ესე იგი, იქცეს ქვეყნის სიმბოლოდ. პირველ რიგში აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3000 წელი მაინც უნდა იყოს ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა აღმოცენდებოდეს. ანუ ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს. შეიძლება რელიქტი არ იყოს, ან არც ენდემი იყოს, მაგრამ ამ ანუ შეტანილი არ უნდა იყოს. დიახ, ინვაზიური და შეტანილი არ უნდა იყოს. ამ ტერიტორიაზე უნდა აღმოცენდებოდეს დაახლოებით 3000 წლის მანძილზე. მეორე რაც არის განმაპირობებელი, აუცილებლად ეს უნდა იყოს ეკონომიკური რაღაცა სარგებელი უნდა მოქონდეს ამ კონკრეტული ქვეყნისთვის. აი, პაპირუსი რო ვთქვით, ამ შემთხვევაში აი ეს კრიტერიუმი იქ დაკმაყოფილებულია. და კიდევ არის ერთი ფაქტორი, ის არ უნდა იყოს მავნე ნივთიერებების შემცველი. ან ნარკოტიკულ ნივთიერებად არ უნდა მოიაზრებოდეს. თუმცა ჩვენ ვიცით ქვეყანა დიახ, ერთ-ერთი ქვეყანა, მოდი არ დავასახელოთ, იმიტომ რომ იყო კარგი. დიახ, ეს რომლის გერბზეც გამოსახულია? ნახეთ, მოდი დავასახელოთ. ბრაზილიის შემთხვევაში არის გამოსახული ქვეყნის გერბზე. კი, თამბაქო და ნახეთ, ეს დასაშვებია. ცოტა ესეთი ფაქტორია მოულოდნელი, მაგრამ ნუ ფაქტია. და ერთ-ერთი ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობდა, რომ მისი ქვეყნის გერბზე დატანილი, ასე იგი, დატანილია დაფნა და ზეთისხილი და ეს შეეცვალა ერთ-ერთი მცენარით კოკას ფოთლებით, რომელიც სინამდვილეში შეიცავს აი ამ მათრობელ ნივთიერებებს და არ გამოვიდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ იყო შესაბამისობაში აი ამ ნომენკლატურასთან, ამ წესებთან. მოდი გავაგრძელოთ ახლა კიდევ ესეთი მცენარეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების ასოციაციას იწვევენ რაღაც ამ ქვეყნების მიმართ. ყველაზე ნაცნობი ალბათ, ნუ ევროპაში რო ჩამოვთვალოთ. ჰოლანდიაზე პირველ რიგში გვახსენდება ტიტა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ტიტა არის ოფიციალურად თურქეთის მცენარე, სხვადასხვა ქვეყნების ესე იგი მახასიათებელია, სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ მათ გერბებზე გამოყენებული და ჰოლანდიაში ეს შეტანილია. კიდე მინდა გადავუხვიოთ ემას, საიდან გამომდინარე
აი ტიტა ვახსენეთ და ნუ ყველასთვის მე მგონი ტიტა ესე ჰოლანდიასთან ასოცირდება. თუმცა აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, თურქეთი არის სამშობლო, ხო? და აი როგორ მოხდა ეს, რომ ტიტა რომელთან თურქეთში ძალიან პოპულარული იყო, ხო ხა ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს და ტიტის ბაღები და ასე შემდეგ და ჰოლანდიამ ფაქტიურად მიითვისა ტიტა. ანუ ეს ისტორიული პროცესი როგორ განვითარდა, აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ და შემდეგ უკვე ტიტა იქცა ამ ქვეყნის სიმბოლო. კი, თუმცა სხვა მცენარეც არის მისი სიმბოლო, მაგრამ ეკონომიკური გათვლებით. ანუ რომელ საუკუნეში მოხდა ასე ვთქვათ მიტაცება ტიტის, ანუ კარგი გაგებით მიტაცება. ნახეთ, დაახლოებით შეიძლება შევცდე აქ, მაგრამ დაახლოებით მე-19 საუკუნე უნდა იყოს თუ არ ვცდები, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ჰოლანდიამ უფრო მეტად გამოიყენა აი ამიტომ ვიდრე თურქეთმა. თორემ ასევე საფრანგეთში იყო ტიტა შეტანილი და გვახსოვს ხო ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლე ჟოზეფინამ სან-ტიტაში რაღაცა კოლოსალური თანხა გადაიხადა, მე მგონი მილიონი და მალმეზონის ეზოში რო დარგულიყო და ქონოდა ეს მცენარე, ძალიან დიდი რესურსები დახარჯა და ცოტა უხერხულადაც კი გრძნობდა ნაპოლეონის წინაშე თავს. ხო, აი კიდევ ნახეთ ორაზროვნად მცენარეები სადაც არის, კიდევ მახსენდება იაპონია. პირველ რიგში იაპონიაზე გაგვახსენდება აუცილებლად საკურა, რომელიც არის ახალგაზრდობის სიყვარულის სიმბოლო და ძალიან დიდი ფესტივალები ეწყობა ამ ქვეყანაში, გაზაფხულზე საკურას ყვავილობის დროს და ეკონომიკაზეც ნახეთ როგორი გავლენა აქვს, იმიტომ რომ ამ პერიოდში იზრდება, აი სადაც არაკლია, მაგრამ ამ პერიოდში ერთი-ორად იზრდება ესე იგი ვიზიტორთა რაოდენობა ამ ბაღებში და რა თქმა უნდა ამას თავისი პლუსები აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მაგრამ ნახეთ, მეორე მცენარე ყველაზე უფრო საკურაზე უფრო წინა პლანზე მყოფი და ოფიციალური ეს არის ქრიზანთემა, რომელიც არის საიმპერატორო მცენარე. ეს არის ყვითელი ოქროსფერი ქრიზანთემა, 16 ფურცლიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორის შესამოსელზე კიმონოზე, მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა ის პრეროგატივა, რომ მის ტანსაცმელზე ამოქარგულიყო ოქროს ძაფებით აი ეს მცენარე, 16 ფურცლიანი ოქროსფერი ქრიზანთემა. ქრიზანთემა, ქრიზანთემა. და რაღაცნაირად ძალიან ლამაზი ბოლოები აპრეხილი აქვს და ძალიან სახასიათო და ისეთია, რომ არაფერში ის არ შეგეშლება. და აი ესე ეკონომიკა ცალკე ხაზით მიუყვება და ანუ საკურა გვახსენდება და აი ეს უფრო სიღრმისეულობრივ უფრო ისტორიულად გამერცლებული და ქვეყნის ისტორიის წარმომაჩენებელი უფრო აი ეს ქრიზანთემა როგორც თქვით. ნახეთ, კიდევ მე მაქვს აქ სიათო შეიძლება ჩავიხადები და ევროპის ქვეყნების მცენარეულობას ამოგიკითხავთ და ნახეთ ესე იგი იტალიის ოფიციალური მცენარე არის შროშანი და ამ იტალიაში ამ შროშანის მიმართ მიძღვნილი ფესტივალიც კი იმართება და მას ქვია ფესტა დეი ჯილი. შროშანი ეს ნახეთ შროშანი ყვავილობს ზაფხულის პერიოდში. ჩვენ არ შეგვეშალოს შროშანი და შროშანი ეს არის შროშანი ეს არის დიახ დიდი ზარისებური ყვავილები რო აქვს და ხატებზეც გამოისახება ხოლმე სიწმინდის სიმბოლოა და დიდი მტრიანები აქვს ამ მცენარეს და ყველა ვიცით, მოდი ვთქვათ, ლილიას რომ ეძახით. აი ეს მცენარია. არსებობს კიდევ შროშანა, ქართულში ეს დაბოლოება განსაზღვრავს ამ ორი მცენარის სახელებს. შროშანა ეს არის კონვალარია მაიალისი. პატარა, უკვე ეხლა მოილია მგონი, მაგრამ პატარა ძალიან სურნელოვანი გაზაფხულის ყვავილებია. ლანდიში რო ქვია, აი ესენი. უფრო რაღაც აი ამ ძველებური სახელებით თითქოს არის ჩვენში შემორჩენილი და აი ამიტომ ვამბობ აი ამ სახელებსაც. თორე ეს არის შროშანა, კონვალარია მაიალისი. ესე იგი იტალიის შემთხვევაში ვთქვით, საფრანგეთს აქვს
ნახეთ, აი საფრანგეთის შემთხვევაში ფრანგი მეფეების გერბებზე, ხო არის ქვეყნის გერბი, არის ქალაქის გერბი, უფრო კიდევ პატარა რეგიონების გერბი, მაგრამ არის კიდევ მეფეების საგვარეულო გერბები, ხო? აქ არის გამოსახული მცენარე, ზოგ შემთხვევაში ზამბახად მოიაზრებენ და ზოგ შემთხვევაში შროშანად. რაღაც ისია გამოსახული, რომ ორაზროვნება შემოიტანა ამ საკითხში. თუმცა აი ზამბახი და შროშანია მითითებული. ინგლისის შემთხვევაში ეს არის ტიუდორების ვარდი. რა თქმა უნდა, ინგლისური ვარდი, ეს არის წითელი და თეთრი ფურცლების, წითელი და თეთრი შეფერილობის ფურცლების მქონე ვარდი, რომელიც სახასიათო, აი მაშინ რომ მივხვდები, რომ ეს რაღაც ბრიტანული ხასიათია, ხო? შეიძლება. დიახ, და ტიუდორების ვარდი ვთქვით. გერმანიის შემთხვევაში ეს არის ღიღილო. და დანიის შემთხვევაში ეს არის ზიზილა, ქართულად ზიზილა ქვია, მაგრამ უფრო მეხსიერებაში ჩვენთან შემორჩენილია როგორც მარგარიტკა, თუ გეცნობათ, აი ესეთი სახელწოდებით. ესპანეთს აქვს წითელი მიხაკი. ეს არის ვნების, მუდმივი სიყვარულის, ვაჟკაცობის და ერთგულების სიმბოლო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენიანი, ჩვენობური და ჩვენი სახელოვანი პოეტი მახსენდება ჩვენი ცისფერყანწელი ტიციან ტაბიძე, რომელიც ყოველთვის ეტარებდა გულის ჯიბეში წითელ მიხაკებს და ძალიან ესეთი ჩამებური დამოკიდებულება მაქვს, მე ძალიან მიყვარს მიხაკი თავის სურნელითაც, თავის გამძლეობითაც, რაღაც კარგი მცენარეა ძალიან ჩემთვის ყვავილი. ნახეთ, პორტუგალიის შემთხვევაში ლავანდა. აი, მოდი ლავანდაზე შეგვიძლია აი გავშალოთ ისე ცოტათი მიუბრუნდეთ იმ თემას წაღანაც ისტორია. ნახეთ, გარდა იმისა, რომ კარგად ხარობს, გავრცელებულია და ასე შემდეგ, ნახეთ, ლავანდა რამდენ რამეში გამოიყენება. კოსმეტოლოგიაში, როგორც საკვების სუნელი, ასე გამოიყენებენ. ასევე როგორც რეპელენტი, ანუ მწერების დამაფრთხობელი, ზოგ შემთხვევაში მიმზიდველი პეპლების, მაგრამ აი კოღოების, კვენარი და რაღაც ისეთი პარაზიტი მწერების დამაფრთხობელი საშუალება. მოკლედ ძალიან დიდი და ფართო გამოყენება აქვს და ეკონომიკურადაც, რა თქმა უნდა, სარგებელი მოაქვს სცენარისთვის და ტყუილად არ არის მიჩნეული მისი ქვეყნის სიმბოლოდ. არის კიდევ ფინეთი, შროშანა იგივე ვთქვით, ოღონდ ნახეთ, აი შროშანა, აი შროშანა, ფინეთის არის შროშანა. აი კონვალარია მაიალისი რო ვთქვი, ეს არის ფინეთის ესე იგი მცენარე. პოლონეთის შემთხვევაში ყაყაჩო. და რა თქმა უნდა, ყაყაჩო ჩვენთან არის მიჩნეული, ბოლო წლებში შემოვიდა და დამკვიდრდა, ხო? ყაყაჩო, გულზე გაკეთებული ყაყაჩო ნიშნავს ბრძოლის ველზე დაღუპული გმირების ხოვნას. და აი ზუსტად იქიდან მოდის ეს ტრადიცია. თურქეთის შემთხვევაში ტიტა, როგორც ვთქვით, აი პაკისტანის შემთხვევაში თეთრი ჟასმინი. ნახეთ, ჩრდილოეთი და სამხრეთ კორეა გვაქვს, ხო? ერთ დროს ერთი ძალიან ერთმანეთთან კონფლიქტური ქვეყნები, ორივეს აქვს სხვადასხვა მცენარე. სხვადასხვა მცენარე და ეს არის ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში ეს არის ჰიბისკუსი, ჩინურ ვარცოვეთზე. დიახ, გერბზე ეს არის სიმბოლო მცენარე. უბრალოდ სიმბოლო მცენარე. და სამხრეთ კორეის შემთხვევაში ეს არის მაგნოლია. ნახეთ უფრო ესე იგი ეს მცენარები რო განვიხილოთ ესე ზოგ შემთხვევაში იყო ქვეყნები ხო სადაც რომლებიც აი ევროპის ქვეყნების ეგიდის ქვეშ კი არა აი მფარველობის ქვეშ იყო ხოლმე სხვა ქვეყნებიც და ამ შემთხვევაშიც ნახეთ მცენარით უკვე მისახვედრი ხდებოდა გერბზე გამოიყენებდნენ და ნახეთ საფრანგეთის შემთხვევაში ლიბანი იყო მის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მცენარი და ნახეთ რა გააკეთეს საფრანგეთის დროშა გამოიყენეს, ლიბანის შემთხვევაში გადაიტანეს და ლიბანის კედარი დაიტანეს ზე. ნახეთ, ლიბანის სახასიათო მცენარე და საფრანგეთის და ამით უკვე მისახვედრია, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან კავშირშია. და ლიბანის კედარი კი ცნობილია როგორც ბიბლიაში არის ნახსენები და გემთმშენებლობა, ნოეს კიდობნის მშენებლობასთან დაკავშირებული მცენარეა და ძალიან ისეთი ღრმა თემა, ძალიან არ ჩაუღრმავდები ახლა.
მაგრამ აი ესეთი სუყე თემაა მოკლედ და ლიბანის სახასიათოა. მოდი ამერიკის მხარესაც ცოტა გადავავლოთ თვალი, თუ გვაქვს დრო, გვაქვს რამდენიმე წუთი გვაქვს, მე მოვასწრებ და რაღაცნაირად კანადის შემთხვევაში ნეკერცხლის ფოთოლი მინდა ვახსენოს აუცილებელი დროშაზე დატანილია გერბი სხვა და დროშა უფრო აფრიალებული, უფრო თვალში მოსახვედრი ელემენტია და აი კანადის შემთხვევაში ნეკერცხლის ფოთოლია გამოყენებული და ნახეთ, მარტო ნეკერცხალი კი არა, აქ მცენარე კი არა. ამ ფოთოლში დატანილია მისი 11 ნაკუთიანი ფოთოლია გამოყენებული და ამ 11-ს თავისი მნიშვნელობა აქვს, ამ კანადურ ნეკერცხალს თავისი მნიშვნელობა აქვს და სულ სიმბოლოებია. სულ სიმბოლოებშია მოკლედ გამოხატული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ესე იგი ეგზოტიკურ ქვეყნებში გვაქვს ეგზოტიკური მცენარეები, ზოგ შემთხვევაში შავი ორქიდეა, საშობა ორქიდეა, ანანასია ზოგადად, არ არის ყვავილი, მაგრამ ნაყოფია და ზოგადად ანანასია გამოხატული. აფრიკის ქვეყნებში არის ძირითადად გამოსახული პალმები, თუმცა არის ესეთი ერთ-ერთი, ნახეთ, რელიქტური მცენარე, ყველაზე ძველი ყვავილი. ეს არის პლოტეა. როგორი ყვავილია? დიდი გირჩისებული აგებულების არის დაახლოებით მაგნოლიას წააგავს ოღონდ მაგნოლიას შუაში ხო აქვს გირჩი და ეს უფრო ახლოს მდგომია. მოკლედ ყველაზე ძველი ყვავილია გამოსახული ამ ქვეყანაში იზრდება და მის სიძველეს უსვამს ხაზს. აი ესე რა თქმა უნდა მინდა ერთიც გითხრათ აღარ ჩაუყვები ასე ქვეყნებს იმიტომ რომ ყველას როგორც ვთქვით საერთო პრინციპი აქვს რაც ვილაპარაკეთ ამის გათვალისწინებით და ერთად დავასახელებ კიდე და ამით დავასრულებ ალბათ ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი მცენარეებით გამოსახული გერბი ეს არის ესე იგი ეს არის ოდესღაც ბანგლადეში და პაკისტანი იყო ერთი ქვეყანა თუმცა რაღაცა სისხლის მღვრელი ომების შემდეგ გამოიყო პაკისტანი და 1948 წელს ეს ისლამური სახელმწიფო მოკლედ ჩამოყალიბდა ცალკე და მათ გერბზე გამოსახულია 4 მცენარე. ესენია ბამბა, ჯუტა, ჩაი და ხორბალი. ეს 4-ვე მცენარე არის ამ ქვეყნისთვის დოვლათის მომტანი. დოვლათის მომტანი, დიახ, აი კარგად თქვით, აი დოვლათის მომტანი ამ ქვეყნებისთვის და ვერც მცენარეებია. დიახ, ვერც ერთი ვერ დათმევს. აი ბამბა სხვა შემთხვევაში ყაზახეთის სახასიათო მცენარეა, იმიტომ რომ იქ ყველაფერი არ მოდის და ბამბით არიან წინა პლანზე, თუმცა ესე ყველაზე აქ არის იგი ბამბა, ჩაი, ჯუტა და ხორბალი. აი ასე. თუმცა ხორბალი ჩვენია. კი, ხორბალი ჩვენია. ნახეთ ხორბალთან კიდევ ერთ ვიტყვი. ხორბალთან დაკავშირებით. არის ხო, აი ქრისტიანული ქვეყნები და ხორბალი წინა პლანზეა, ხო? აი მუსლიმურ ქვეყნებშიც ეს ხორბალი ის იმდენად მნიშვნელოვანი მცენარეა, რომ მათ გერბებზეც არის ხოლმე. როგორც ვთქვით, მათთვის დოვლათის მომტანი. გამოსახული. კი ბატონო, კეთი ძალიან დიდი მადლობა აი ესეთი საინტერესო, მოდით ვთქვათ, ისტორიული მიმოხილვისთვის მცენარეების მიმართულებით. მართლაც რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს, თავისი გერბი აქვს, თავისი დროშა აქვს და კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ მცენარეებს ძალიან დიდი ფუნქცია და როლი აქვს ქვეყნების სიმბოლიკასთან მიმართებაში. მადლობა, გისურვებთ წარმატებებს და დროებით გემშვიდობებით. ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები. ჩემი სტუმარი იყო ლანდშაფტის დიზაინერი, ფლორისტი ქეთი ჯანხოთელი. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნების და ქალაქების სიმბოლოდ ქცეულ მცენარეებზე. რადიო იმედის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდებით.